მოგესალმებით, ეს პოდკასტია და ვაგრძელებთ ჩვენს ციკლს დამოკიდებულებაზე, მიჯაჭვულობაზე, პიროვნულ ზრდაზე და გვყავს არაჩვეულებრივ ძალიან საინტერესო სტუმარი. დავიწყებ მისი ასაკით 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც უკვე არის დამოკიდებულების სპეციალისტი, გიორგი არაბული. მოგესალმები, გიორგი. გამარჯობა, გიორგი. გამარჯობა, ირინა. გამარჯობა, ჩვენო მაყურებელო. მოგესალმებით პირველ რიგში. მადლობა, რომ მოხვდეთ. მადლობა მოწვევისთვის. და შეუდგეთ. დღესასწაულებს და მივესალმები თქვენს მაყურებელს. კი ბატონო, გიორგი, პირველი იქცევს ყურადღებას შენი ასაკი, რომ ამ ასაკში შენ რაღაცა გამოხედვაც ისეთი გაქვს, კონცენტრირებული, ჩამოყალიბებული და უკვე დამოკიდებულების სპეციალისტი ხარ, ხო? ჩემთვის ყველაზე საინტერესო პირველი კითხვა იქნებოდა, რომ როგორ და საიდან იწყება შენი ამბავი? შენ როგორ მოყვებოდი შენს ამბავს? ჩემი ამბავი იწყება ჩემი პირადი გამოცდილებიდან დამოკიდებულებასთან მიმართებაში. ჩემ თავზე მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვცდილობ, რომ ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით და მათ შორის არაერთი ტექნიკით იმ ადამიანებს გაუზიარო ჩემი გამოცდილება და დავეხმარო ვისაც. გიორგი, შენ რატომ გაუშვხაზი ამ ასაკში 22 წელი? ესე იგი რაღაცა ძალიან ადრეული ასაკიდან ეტყობა ესეთი ტიპაჟი ხარ, დაიწყე შენ თავზე თვით დაკვირვება, რაღაცების აღმოჩენა, არ ვიცი, პიროვნულ ზრდას მოკიდე ხო ხელი? ეს არ არის ხშირი და ჩვეულებრივი ამბავი. მით უმეტეს ბიჭები ამ ასაკში, შენს ასაკში რაღაცა სხვა ამბები შარიან გადავარდნილები და ეს რომ თვით ჩაღრმავებას მოკიდე ხელი, რაღაცები აღმოაჩინე, რა იყო აი ამის მოტივატორი და როგორ გაიარა ეს გზა, რა მოგცა ამ გზამ, აი როგორ მიხვედი უკვე გამოსავლამდე და გამოსავალში მუშაობ უკვე შენ და შენთან მოდიან ადამიანები შენ ეხმარები ხო, აი ეს გზა მაინტერესებს როგორ მიხვედი და შემდეგ უკვე გამოსავლის ნაწილზე გადავიდე. ამბავი დაიწყო საკუთარი პრობლემიდან, მე პირადად დამოკიდებულებას ვგულისხმობ, რაც ვლინდებოდა სხვადასხვა რაღაცებში. რასაც სხვათა შორის არავითარი მეორე ხარისხოვანია, რაში ვლინდება, დამოკიდებულებაზე კიდე მე უფრო ცლად ვისაუბრებთ რა არის. და ჩემ თავზე მუშაობის ინტერესი და სურვილი, ეს შინაგანი мотиваცია უკვე პროცესში თავისით მოვიდა. თავიდან იყო მაჩვენებელი რაღაცა ხო უნდა იყოს პრობლემის, ხო? რაც ძირითად შემთხვევებში გარეგანია. ეს შეიძლება იყოს მოხმარება, სხვადასხვა ნივთიერების ალკოჰოლი, შეიძლება იყოს თამაში, უამრავი რაღაც სექსი, ანუ ძალიან ბევრი გამოვლენა, შოპინგი, ალბათ ათასობით გამოვლინება არსებობს დამოკიდებულების. მოდი შენ ახსენე რა არისო დამოკიდებულება, მთავარი ეს არისო. მოდი თქვი რა არის დამოკიდებულება. შევეცდები რომ ტერმინოლოგიით მსმენელი არ დაუტვირთო და რაღაცნაირად მარტივად ვისაუბრო. აი წარმოიდგინეთ ხიჭვი რო შემარჯოთ ახლა ხელში, ვერც გადაცემას ჩავწერ, ვერ უკონცენტრირდები თქვენს კითხვებზე, ვერც ჩემს საუბარზე, ვერც ცხოვრების ასპექტზე პრინციპში ვერ უკონცენტრირდები, არ იქნება ჩემთვის სასიამოვნო ურთიერთობები, არც მუსიკის მოსმენა მომეწონება, არც საჭმის გემრიელად ვერ ვიცხოვრებ. ცხოვრებაზე კონცენტრაციას ვერ შევძლებ, რადგან ეს ტკივილი ინტენსიურად იპარავს ჩემს ყურადღებას. ეგ არის დამოკიდებულება. უი, რა საინტერესოა. და მე რაში არის საქმე, რომ ამ ტკივილს თუ გამიყუჩებ, მეორე ხელში ტკივილ გამაყუჩებელ პრეპარატს გამიგეთ. ტკივილი თავის ადგილზე დარჩება, მაგრამ ჩემს ყურადღებას აღარ მოიპარავს და ეს შემიქმნის ილუზიას, რომ მე რაღაცის ზემოქმედების ქვეშ უფრო პროდუქტიულად ვცხოვრობ. სიამოვნებს ურთიერთობა. პრობლემა არ არის იდენტიფიცირებული ხშირ შემთხვევაში, ეს არის დამოკიდებული ადამიანის პრობლემა. აი, ბოდიში, ეს ხიჭვი რა არის? მოდი გადავთარგოთ ალეგორია ხიჭვის ცხოვრებაში რა არის. მოდი ვთქვათ, სულიერი საუცილებელი, ახლა ის პიროვნული, მოდი ეს დავარქვათ, რომ ეს წინასწარი განწყობა ტკივილი. ოფიციალურად თუ დავარქმევთ, სენსორული დეპრივაცია არსებობს, ეს დიაგნოზირებადია რა, აი სიყვარულის დეფიციტი თუ შეიძლება ესე დაერქვეს, ვერ რეალიზებული პოტენციალი. შიში მუდმივი დაძაბულობა, დაკარგული ფაზლი რო ხარ, ხო იცი? აი ეს არის ეს ხიჭვი. ეს არის დამოკიდებულება. ეს არის უკვე დამოკიდებულებაზე. ვსაუბრობ, არ ვსაუბრობ მოხმარებაზე. ვსაუბრობ ტკივილზე. ნახეთ, თუ არ მტკივა, გაყუჩებასაც არ ვსაჭიროებ რა და ვიყუჩებ, იმიტომ რომ მტკივა, ესე იგი რაღაცა დეფიციტი, რაღაც ის ბადებს პრეცედენტებს მე ხო? და აი 10 ადამიანი თუ წავა და რაღაცა ბავშვების იქიდან რა ქვია ექსკურსიაზე და რაღაცას იქეიფებენ.
5-მა ვეღარ გაუშვა ჭიქას ხელი და 5-მა გააგრძელა ცხოვრება. ხო, იმ ჭიქაში არ არის პრობლემა. ერთი და იგივე ნივთიერება მიიღეს, უბრალოდ მათი დამოკიდებულება და ესე ვთქვათ. ის 5 უკვე ემოციურ და სულიერ ტკივილში იყო. კი, დამოკიდებულება არის, აი ზუსტად წეღრას აღვნიშნე რა, ეს დაკარგული მოწყვეტილი ფაზი. რა მინდა არ ვიცი, რა მიყვარს არ ვიცი. გონება განპირობებულ მდგომარეობაში. წინასწარი განწყობები, რაღაცები მზღუდავს. თუმცა ნახე რას გეტყვიან ახლა შეიძლება ბევრი ადამიანი შეიძლება 95%-იც ასე გრძნობდებს თავს რა მით უმეტეს ჩვენ სოციუმში და არა ქართულს არ გულისხმობ პლანეტა დედამიწაზე მაგრამ ყველა არ მოიხმარ შემდეგ ნარკოტიკს ხო აი აქ რა მიმართება ვინ არის უფრო მიდრეკილი რომ აი ეს ტკივილი გაიყუჩოს რაღაცა კონკრეტული ნივთიერებით თუ ყველა თავის საშუალებას პოულობს მაინც ზუსტად ესე, ყველა თავის საშუალებას პოულობს ალბათ. ეს ტკივილი ხო არ არის რაღაცა ისეთი დაფიქსირებად ის აი დავარქვათ სახელი, აი ამას ქვია ტკივილი. ეს არ არის რაღაცა ესე ვთქვათ აბსტრაქტული, არა ცოტა. ისეთი კონკრეტულად ხო, აი სულიერი ტკივილი სიცე რა არის, ვერ იგებ თითქოს. ცოტა რთული გასაგებია თითქოს, ამიტომ გააჩნიათ ტკივილის მასშტაბს, გარემოს, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ამ გარიგან ფაქტორებს მე განაპირობებს, მაგრამ ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ პრობლემა გარეთ არ უნდა ვეძებოთ, პრობლემა შინაგანია. თუ არ მტკივა ტკივილის გაყუჩებასაც არ ვსაჭიროებთ. აი ეს უსიყვარულობა ვახსენეთ, ხო ეს რაღაცა. ესეც რო გასაგები იყოს, ხა სიყვარულიც ისეთი სიტყვა, რო ყველას თავისებური. გულისხმობ უპირობო პოზიტიურ დამოკიდებულებას, რაც ურთიერთობაში შეიძლება იქნეს გამოვლენილი, მაგრამ არ გულისხმობ რაღაცა გრძნობას, რა. იმიტომ რომ გრძნობა საერთოდ არ არის. ჩვენი გრძნობები ხო არ არის პერმანენტული, მუდმივად იცვლება და რაღაცები განაპირობებენ. აი სიყვარული განუპირობებელია, ჩემი მდგომარეობა ეს ცნობიერების. ჩემგან გამომდინარეობს და არა პირიქით. და რა არის იცით მან რომ აი მიმღებლობის გარეშე სიყვარული ისეთი ამბავი. აი ელემენტარული, აი რაღაცა შეიძლება შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირებას არ ექვემდებარებოდეს, აი ამ ტკივილის შინაგანი ტკივილის მაპროვოცირებელი რაღაცა ის საწყისისაც შეიძლება რომ დაიწყოს. მოდი აი მაგალითები მოვიყვანოთ. მაგალითად აი გარდატეხის ასაკში ხო ყველაზე მოწყვლადი, როდესაც არის ბავშვის ფსიქიკა, მოზარდის ფსიქიკა, ხო? შეიძლება აი მშობლებს გაუჩნდეთ, რომ აი რა ხშირად მსმენია, რომ აი ვიღაც მომხმარებელს ვთქვათ, აი რა დავაკელით. და ეს მშობელს ვთქვათ, რა დავაკელი უყვარს თავისშვილი, მაგრამ ჩვენ სწორედ ვსაუბრობთ აი ამ ჯანსაღ სიყვარულზე და სიყვარულის ამ ჯანსაღ კომპონენტზე, რომ იქ რო შენ გამუდმებით აკრიტიკებ როგორც მშობელი, ეს არის შენ რაც აღნიშნე, რომ მიმღებლობა არის თუ არ არის. ეს იმ ტკივილს ზუსტად, იმიტომ რომ ესეთ ასაკში სიყვარულს და აქ უყვარვა რა გამაკრიტიკა ვერ აღიქვამს, ხო? მოზარდი არის, რომ აი მაკრიტიკას მიუღებელი ვარ და ეს შეიძლება გადაიქცეს ზუსტადაც აი იმ სიცარიელეთ და ტკივილად მოწყვლად ფსიქიკაში, ხო? მართალია ერთ-ერთი შეიძლება, ხო? ერთ-ერთი შეიძლება იყოს. და გამოსავალიც თვითონ სიყვარულშია სინამდვილეში, ეს თავარი ეს არის. მოდი ვთქვათ სიყვარულზეც, რომ სიყვარული იმდენად რაღაცა არ მოვირდები ამ სიტყვას პაპსა ტერმინია, ყველაფერს სიყვარული შეიძლება დავარქვათ. მოდი ვთქვათ რა არის ჯანსაღი სიყვარული, რას გულისხმობთ ამ სიყვარულში? შენეული განმარტება რა არის? დამოუკიდებელი, არაფრით განპირობებული ჩემი მდგომარეობა, ჩემი გადაწყვეტილება და არჩევანი, რომლის ღერძის პასუხისმგებლობაა. მე ვირჩევ რომ მიყვარდეს რა. ყველა და ყველაფერი? აი რა არის ნახეთ, აი ცნობიერების სინათლე, რა მე თუ არ არჩევს და არ აფასებს და არ ადარებს სიყვარული ზუსტად არსის მაგაში მდგომარეობს რა, რომ აი ვარდსაც და ნიხსაც რომ ზე ერთნაირად ხო არ არჩევს, აი გამბავია დაახლოებით რა თუ შეიძლება რომ ესე შევადაროთ. ეს არის აი სიბნელე და სინათლე ერთ სივრცეში ხო ვერ იქნება, ესე ვერ იქნება სიყვარული და უსიყვარულობა. არ არის რაღაცით განპირობებული. აი ეს იმსახურებს სიყვარულს, ეს არ იმსახურებს და ვერ მეყვარება, ანუ ეს შეცდომაა თავისთავად უკვე რა. იმიტომ რომ ესე იგი სიყვარული არ არის, რაც გარედან გამომდინარეობს. ეს პირიქით ჩემი მდგომარეობაა, რომელიც იმ ობიექტებზე შეიძლება ვრცელდებოდეს. ანუ თვითონ სიყვარულია ჯერ და მერე ობიექტი, რომელზეც ეს სიყვარული ვრცელდება. მზერა არის გამსჭვალული სიყვარულით რა. და სრულ მიმღებლობას მოიცავს შედარების და შეფასების გარეშე. ეხლა მე ზოგადად საჯარო არ ვსაუბრობ რაღაცა კონცეპტუალურად არასდროს და რელიგიებს, პოლიტიკას ასე შემდეგ არ განვიხილავ, იმიტომ რომ არ შეუზღუდო მსმენელი, მაგრამ აი ეს შედარებისთვის შეგვიძლია მაგალითად ქრისტე, რომელიც გაკრულია ჯვარზე,
ვაპატიოთ რა, ნუ არ იციან რა საკეთებენ. მაგრამ ადამიანის ბუნებისთვის ეგ ხო არ არის მარტივ, აი რასაც იცი ახლა ფილოსოფიურად კი, აბსოლუტურად გეთანხმები. მანდ მივდივარ ზუსტად რომ მარტივი იყოს. ნახეთ ამას რომ ნუ ეს არის აი ჭეშმარიტი ჯანსაღი სიყვარული რა რაც თქვენ იკითხეთ რა ნახეთ რაში არის საქმე რომ ეხა ამას შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ გავიდეთ დავასრულოთ გადაღება და ვიღაცა ისე მომიშალოს ხო ანუ ნახეთ რა არის ამას იმიტომ არ ვსაუბრობ რომ აი ჩვენ აუცილებლად ყველა ეს არ არის რა ანუ ნახეთ რა არის რომ რაღაც ხედვა უნდა მქონდეს, წინასწარ განწყობილი უნდა ვიყო, მიზანი უნდა იყოს ჩემი სიყვარული. სიყვარული იწყება მინდა და ნახე, მინდა რომ მიყვარდეს. ანუ მე ჩემ თავში აღარ ვამართლებ უსიყვარულობას. რომ აი პასუხისმგებლობა ამიტომ ვახსენე ზუსტად რომ ის ისეთია და ამიტომ ვერ მეყვარება რომ მე ბჭყალებში გავიправო თავი ეს კი არა. არა. მე ვაცნობიერებ რომ მე თუ არ მიყვარს იქ სადღაც ჩემი პასუხისმგებლობა და ჩემ თავზე ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებ, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება გრძელდებოდეს. მაგრამ რაღაც მიზანი უნდა მქონდეს, რასთან მიმართებაშიც მე ვიზრდები, აი პიროვნული ზრდაც რო ვახსენეთ, ხო? ეხლა მე ვსაუბრობ რაღაცა იდეალურ ვარიანტზე, სიყვარულის. გიორგი, ძალიან მინდა რომ ეხლა ამ საუბარში ძალიან საინტერესოდ საუბრობ, ვექტორი მივმართოთ საკუთარი თავისკენ, იმიტომ რომ ყველაზე რთულია ხოლმე, აი ჩვენ მიჩვეულები ვართ წიგნებში, კლასიკა იქნება თუ რაღაცნაირად კულტივირება ხდება სიყვარულს, რომელიც ვექტორი ყოველთვის სხვაზე მიმართული. და ეხლა პიროვნულ ზრდაში მე რაც შეხება მქონია პირველ რიგში გეუბნებიან რომ საკუთარი ნამდვილი მე და შენი თავის სიყვარული. აი შენ რა გამოცდილება გაქვს აი ამ ეს ყველაფერი რაც თქვი, მოდი ახლა გადავთარგმნოთ საკუთარი თავის სიყვარული. კი, სინამდვილეში ჩემგან გამომდინარეობს. სულ არაფერი არ იყოს სიყვარული თვითონ არის. ანუ მაგის აი ზუსტად თქვენ რაც ვიკითხეთ, ჩდება ეს ერთ-ერთი რა. აი თქვენ ახლა ვერ მომცემთ ბანანს, ხო, იმიტომ რომ არ გაქვთ. აი თუ არ მაქვს მე რა ჩემი თავის სიყვარულიდან იწყება სიყვარული, თვით შემეცნების პროცესია. მაგალითად აი გინახავთ მშობელი, რომელიც ბავშვს ეუბნება, რომ ნუ სიგარეტი არ მოწიო არასდროს, საშინელება 5 წლის, 6 წლის ბავშვს რომელსაც ხელში სიგარეტი უჭიროს, ხვდებით. ანუ მე რასაც მე თვითონ შევესატყვისები, იმით მე ვავრცელებ იმ ჩემს სიყვარულს. მე მაგალითად ადამიანებს როგორც აღნიშნეთ, რომლებსაც ვეხმარები, რაღაცა იმით თეოლოგიური და ფილოსოფიური სენტენციებზე და წინასწარი ფსიქოლოგიური რაღაცა იმ წიგნები კი და იმით კი არ ვეხმარ. არა. მე თვითონ ვცდილობ ვიმუშაო ჩემ თავზე, ვიყო ფორმაში. და მით მაგალითი შემიძლია ვაჩვენო ადამიანს. ეს არის რა, ანუ გამოსავალი წესი. აი შენ როგორ მიაგენი შენი, როგორ აღმოაჩენ ჯერ შენი თავი, იმიტომ ეგეც საინტერესო რა არის ეს ჩემი თავი თუ მე. და აი ეს სიყვარული საიდან დაიწყო შენში საკუთარი თავის. და რამდენი ხანი დაგჭირდა, ბარე მეგოც გითხარი. კი, მადლობა, სუპერ კითხვებისთვის, მადლობა, საინტერესოა თქვენთან საუბარი. რამდენი ხანი დამჭირდა და ანუ ეს სადღაც დანიშნულების ადგილი არ არსებობს, პროცესია რა, პროცესშია. სულ ვითარდება და ვითარდება. ჩემ არჩევანშია აქ საქმე, თორე შეიძლება თქვენი სიყვარულის მასშტაბი რომ საერთოდ არ გიმუშავეთ, თქვენ ვინმესი, რა ვიცი, თქვენ თავზე ამ მიმართულებით გაცილებით ვრცელი იყოს ვიდრე ჩემი. აქ არ არის რაღაცა პუნქტი, რომელმდეც მივალ მე და всё, აი ხლა მივედი იქ ჩემ თავზე და მივახციე. ეს პროცესია და ამიტომ აღვწერი რომ რაღაცა მიზანი მქონდეს და მე უკვე პროცესში. არჩევანშია საქმე, ნახეთ, გადაწყვეტილებას ვიღებ. აი მაგალითად აი იგივე შედარება რო გავაკეთოთ, ხო? სინათლე იმის მომიზეზებას ხო არ დაიწყებს, რომ ეხა ბნელა და ვერ გავანათებ პირიქით, ანუ არც პირიქით, იმის არის კაკრას რო გაანათებს, ხო რა? ანუ მაგაშია საქმე, რომ ჩემ თავში არ ვთანხმდები ის, რაც ჩემი ხასიათის დეფექტი თუ შეიძლება დაერქვეს, უსიყვარულობა, ამპარტავნება, ეგოიზმი. შეიძლება ჩემში ისევ ცოცხალია ეს ამპარტავნება, ეგოიზმი, რაღაცა მიკერძოებული ადამიანები ვართ, ხა ეს ბუნებრივი. ეგოცენტრიზმი ეს კიდე ცალკე ამბავია. შური, ხო, აი ბევრი რაღაცებია. მოდი ვიუბრუნდეთ იმ კითხვას, არ გავექცეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მგონია რომ ქვაკუთხედია, რომ როდის მიაგენი საკუთარი თავის, ჯერ როდის აღიქვი, რომ უი, აი ეს ახლა შენ რასაც ამბობ, ეს ჩემი ეგოა და მე კიდე ვინ ვარ? აი ეს კითხვა როდის დაუშვი შენ თავს და როგორ ისწავლ, როგორ დაიძრა ეს აი სიყვარული. აი გამოსავალში მოხდა ეს პირველად. ხო. მე წინასწარ არ შევთანხმებულ ვარ იმ ადამიანთან რომ ეხსენებინა თუ არა, ამიტომ თავს შევიკავებ მე სახელის და გვარის დასახელების. კი, ჩვენთან არის თუ თქვენ თუ პოდკასტში ჩაწერილი ნუგზარზე თუ არის საუბარი, პიროვნული ზრდის ტრენერი, ძალიან ახლო ადამიანი ჩემთვის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს იმაში, რომ დღეს ჩემი ცხოვრება მით ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ადამიანთან ურთიერთობით დაიწყო რა. ნახეთ, აი ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეს, რაღაცა დეფექტები, ეს ამბავი, რაღაცა მოხმარე გაურბიხარ თავს, ხან იმით, ხან ამთან რაღაცა ჯოჯოხეთური წრიდან რომ
პირველად რომ შევხვდი, რა ინტერესით მივედი, იცით თავიდან, რომ ნუ ხაი ხო რა ხდება ერთი, რა უნდა მითხრა ნეტა. რომ მივედი და უთხარი რომ რაღაც პრობლემები მაქვს ამ პრობლემებთან რა თქინდა რომ მოაგვარო ეგ პრობლემები და როგორ მეთქი უი რა საინტერესო კითხვა დაუსვა რას ნიშნავს როგორ არ მინდა და იმიტომ რომ მინდა არა შენ იმიტომ გინდა რომ ეს რაღაც წინადადება გაქვს თავში რომ ეს არ ვარ გაგაიგე წინასწარ განწყობილი ხარ და მიეციო ცოტა სიღრმე და რაში იყო საქმე იცით რომ საკმაოდ დიდი გამოცდილებები აქვს ახლა თქვენც იცნობთ ამას გარკვეული ხედვა აქვს ისეთი ეს თუ შეიძლება ითქვას გადატანითი მნიშვნელობით ისე გაშიშვლებს რა ხიყურებს და იცის ხდება როგორ უნდა მოგი ხო და ისე გადაწყვიტა რომ ისე პირდაპირ ბულწრფელად ესე თქვა შედგა რაღაც ესეთი დიალოგი და მე ამას უსმენ და თან მიმღებლობა იგრძნობოდა ზუსტად და პატივი გამიჩნდა ნდობა საერთოდ არ მჯეროდა ის რაღაც ეხა ხო არ იჯერო თესაო და მე ვიმკი რაღაცას ხო ეს უნივერსალური კანონია რა სამყაროს ის რო ეხა ავდგე და თვით დაკვირვებაზე ვიმუშავო, იქ რაღაც კოგნიტურ ბიჰეიორული თერაპია არსებობს, რომელსაც სხვათა შორის დღემდე ვაპრაქტიკებ ჩვენ სარეაბილიტაციო სივრცეებში, ამაზეც მე შეგვიძლია ცალკე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ვისაუბროთ, ჩავშალოთ. ის იქ უნდა გააკეთოს დილას მადლიერება დაწერო. აი ეს მთელი რაღაცეები არის რა, ეს რაღაც საკუთარ თავზე მუშაობის ტექნიკები და ინსტრუმენტები არის. დღემდე ასრულებ ისე ამ პრაქტიკებს? კი, აუცილებლად კი. აი ზუსტად არ არსებობს დანიშნულების ადგილი რა, ეს პროცესია და მე მოთხოვნილებაც არის. ხო, ცხოვრების თავიდან არის ძალისხმევა. აი აქ პიროვნული ერთი კომპონენტიც იკვეთება. თავიდან არის ძალისხმევა და რატო რომ მე არ მაქვს გამოცდილება და რაღაც ის იმედად ბრმად მიწევს რაღაცა მოქმედებების გაკეთება. იგივე დამოკიდებული ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც უცებ ანუ ფხიზლები უნდა იყვნენ, ამ თავის შინაგან ტკივილებთან დარჩნენ, იდენტიფიცირება, მე გადაამუშავე, მე ჩაუღრმავდი, მე გამოათავისუფლე, გააზიარე, იქ ნაბიჯები, ანუ ბევრი რაღაცა და ეს ხა დიდი სირთულეა რა, ფსიქოლოგიური სტრესია, გარკვეული, მაგრამ აი საგმდგომარეობ ზუსტად პიროვნული ზრდა რა, იქ კი არა რომ მე ნარკოტიკებს და რაღაცებს თავი დავანებო, არა, ჩემს სურვილებზე მაღლა დავდგე რა. ანუ მოქმედებაში ვიყო რა, გადავიტანო მოქმედება. აი დისციპლინა შეიძლება, სულიერი დისციპლინა თუ შეიძლება ეს ტერმინი გამოვიყენოთ, ხო რომ ნახეთ, წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მოიხმარს, დაურბის თავის თავს, ამ წრეზე დადის. მე ნახე ეს მოხმარება კიდე ხა ტკივილს აყუჩებს, მაგრამ იმ ტკივილს რო არ ვაქცევ ყურადღებას, იმ ჭრილობას, ის ჩირკდება, პროგრესირებს, უარესდება, ეხლა ცალკე პროცესი მიდის, ხო? პრობლემა რეალურად უფრო ანუ უკან ანუ უფრო ვრცელდება და უფრო მასშტაბური ხდება დროთა განმავლობაში რა. და წარმოიდგინეთ ეხლა ამდენი რაღაც წლები ადამიანი მოხმარებაში ან რაღაც ისეთ ამბავში და თუნდაც არა მოხმარებაში, მაგრამ ამ ტკივილთან ერთად მიჩვეულია თავისით როგორ უნდა გაექცეს სხვადასხვა მექანიზმებით, ან გაიყუჩოს, ან ას დააპაუზოს, რა ვიცი, ესე შეიძლება ითქვას. და ეხა უცებ დაჯექი და სარეაბილიტაციო სივრცეში ან ესე ძალიან დიდი სირთულეა რა, მაგრამ მე თუ მაქვს და ეს სურვილები, ეს აზრები, ეს ემოციები მართავს, ეს არის ჩემი პრობლემა. თორე რამდენი მცდელობა აქვს მოვაყოლეთ ნებისმიერ დამოკიდებულ ადამიანს, მათ შორის დანებების. მაგრამ უშედეგოდ მთავრდება ეს დანებების მცდელობა და რატო? იმიტომ რომ ესე იგი, არ უნდა დავეყრდნო ჩემს ფსიქოემოციურ ფონს, რომელიც არასტაბილური, არაპროგნოზირებადია ისედაც, იმიტომ რომ არც ერთი ემოცია პერმანენტული არ არის, განპირობებულია ხშირ შემთხვევებში, მით უმეტეს დამოკიდებული ადამიანის შემთხვევაში. და რას დაეყრდნოს აღარ იცის. ხო და რას დაეყრდნოს აღარ იცის, იმიტომ რომ ნახე დღეს გავიღვიძე, მოტივირებული ვარ, აი დამოკიდებულსაც თავი დავანებოთ, რომ იქ წავიდე საქმე გავაკეთო, იქ მე მოვიდე გულით სულით იქ რაღაცა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, იქ მეგობრები ვნახო, ვიღაცა საჩუქარი გავახარო, აი ცხოვრების ხალისით. მაგრამ ხვალ გავიღვიძებ და мотиваცია აღარ მაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობა სად არის? და დაახლოებით აი ამას გავს ემოციური უპასუხისმგებლობა, რომ ჩემი ემოცია აღარ მაქვს ეს мотиваცია, მაგრამ საქმეთ მრჩება და დამოკიდებული ადამიანი ადგება და ანუ შეიძლება არ გააკეთოს, ანუ არის ვარიანტი, რომ ხო სანამ რაღაც აი ამ ემოციას არ იყიდის ნარკოტიკით, თამაში თუ დალევით, ეხა ეს უკვე მეასე ხარისხოვანი. აი ამ ემოციას არ გამოიმუშავებს ხელოვნურად, იმიტომ რომ ხო ხდებით უკვე უჭირს რომ იფუნქციონიროს საერთოდ ნებისმიერ ასპექტში რა და რაში მდგომარეობს გამოჯამთელება და პიროვნული ზრდა რომ ვემიჯნები ჩემ აზრებს, ჩემ სურვილებს, ჩემ ემოციებს. უფრო ალბათ დისტანციას ვხედავ. დისტანციას ვხედავ, რომ ჩემი არჩევანი გამოიკვეთოს, რომელიც სურვილს და მოქმედებას შორის არის რა. და აი აქ უკვე არჩევანი, აი აქ უკვე სულიერ პიროვნული განვითარებისთვის რაღაცა პრინციპებს უნერგავ. ეს შეიძლება იყოს გულწრფელობა, რომ როგორი მომხიბვლელიც არ უნდა იყოს, ეხლა თამაში მე გულწრფელი ვიქნები აუცილებლად.
აი როგორი საჭიროც არ უნდა იყოს, ეხლა ცოტა ხიტრობას რო ესახიან ეს, მე მაინც გულწრფელი აი ეს პრინციპი. მოქმედებისთვის ვზადყოფნა იგივე ეს რაღაცა პიროვნული პრინციპი, რომ მე იმიტომ კი არ ვაკეთებ რა მოტივაცია, ხვალ რო გავიღვიძებ და არ მექნება მოტივაცია, იმას მაინც გავაკეთებ. მაინც ეგაა ყველაზე რთული. აუცილებლად. ხო, რთული, მაგრამ ძალიან მაგარი რამეა რა. პიროვნული ზრდის კურსები ამაზე მუშაობს ხო? აი ამ დისციპლინის გამომუშავებაზე და იმის გაცნობიერებაზე, რომ ეს დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პიროვნული ზრდა მოიცავს ძალიან ბევრ ასპექტს. მე უბრალოდ ეხლა რაც პიროვნული ზრდის ტრენერი თვითონ ნუგზარი დარწმუნებული ვარ დეტალურად ისაუბრებ და ის პოდკასტშიც ყველაფერს. ნახეთ რა არის პიროვნულ ზრდას რაც შეეხება გამოჯამთელების პროცესი მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს, რა, ფაქტიურად პიროვნული ზრდის გარეშე გავთავისუფლდეს წარმოუდგენელი შეიძლება თავშეკავების ხარჯზე რაღაც მოჩვენებითად, მაგრამ სადღაც ეს პროცესი დამთავრდება რა. და საქმე რაშია, რომ აი იგივე მოტივაციას და მოქმედებას რო თავი დავანებოთ, ლტოლოა მოხმარების გადაულახავი სურვილი, რომ შემომივიდეს მე სადღაც 1 თვის მე, 4 თვის მე, 5 წლის მე. განა იმ ლტოლო აღარ შემომივიდეს და ის რა ქვია აზრები გავფილტრო და რაღაცა თვითონ და ხო უკვე დაჟე ბრძოლაც აღარ ჭირდება შეიძლება ესე ითქვეს იმიტომ რომ ემოცია აღარ მმართავს მე ჩემ ემოციებზე და სურვილებზე შემოვიდა და წავიდა შემოვიდა და წავიდა მე ჩემი ყურადღებით აღარ ვაცოცხლებ და ამ აზრს მასშტაბურს აღარ ვხვდი რა აი ამაში არის საქმე აი წაღან ახსენე შენ რომ ეხლა მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ თუ არ ვწდები ეს სიტყვა თქვი ხო და აი ეგ რო გითხრა, აი სანამ ამ ცენტრამდე მიხვიდოდი, რას გრძნობდი, რა შეცვალა ამ ცენტრმა და ანუ რას გულისხმობ ამ ბედნიერებაში. აი რას გრძნობ. ეხლა როცა შენ ხარ ტრენერი, გავლილი გაქვს პიროვნული განვითარება, გაისის ხორცზე, გააცნობიერე, ვინ ხარ ეხლა და ვინ იყავი მაშინ იქიდან დაიწყე და ეხლა ვინ გახდი? მადლობა კითხვისთვის. მე პიროვნული ზრდის ტრენერის პოზიციაზე ამჟამად მე დამოკიდებულების სპეციალისტი ვარ, რომელიც მოიცავს კი პიროვნული კომპონენტებს და მესმის. მაინც ყველაფერთან შეხება გაქვს მაგალითად რა, აი, ბევრი დილა მახსოვს, რომელიც თენდებოდა და პირველი აზრი, რომელიც მომდიოდა წლების განმავლობაში, იყო რომ კიდე გათენდა ეხა თავიდან, აი, ხადა, აი. დეპრესია ჩვენ ენაზე. მარტივად სუბუქად ნათქვამია დეპრესია. დღეს რო ვიღვიძებ დილას აი მარტო გაღვიძებაზე რო ვისაუბროთ და რო დავანებოთ თავი მთელ ცხოვრებას, იმიტომ რომ მაგაზე რო ხა საუბარი დავიწყო. ნუ აი ალბათ არა, გაღვიძება ძალიან ნიშანდობი რაღაცას ამბობ შენ. რო იღვიძებ, იქ წყვეტ მე რო ბედნიერი ხარ თუ რა იქ წყვდება. ხო, და აი რო იღვიძებ, აი რა კაია. უი რა კაია. აი ეს არის განსხვავება. ეს ვფიქრობ რომ ბევრ რაღაცას მოიცავს. ძალიან ბევრ და ამაში ბატონი ნუგზარ ძიძიგურზია საუბარი, შენთვის იყო რაღაცა გზამკვლევი. დასაწყისი კი, ეს დასაწყისი, რომ დავიწყე მე ჩემ თავზე მუშაობა, პირველად დავიწყე, მაშინ 17 წლის ვიყავი, 5 წლის წინ დაახლოებით რა. და ხო თავიდან ეს დაწყებით ნაბიჯებს, რაც ყველაზე რთულია, ნუ ეგ ეტაპები ბატონი ნუგზარის დახმარებით. ხონდა რაღაც სკეპტიკური მომენტები თავიდან, ხო? კი. მაგრამ მაინც მიყევ. სკეპტიკური მომენტები მქონდა. წინასწარი განწყობა შეიძლება დღესაც მქონდეს. ნახე ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი. რა სკეპტიკურად მე ჩემ საქმიანობაზევე დღესვე შეიძლება განვეწყო. უცებ აი რაღაც მომენტში აზრი შემომივიდეს რა. საქმე იმაში არ არის, ჩემი განწყობა აღარ ვარ ხვდებით? ჩემი პრინციპები მაქვს, პასუხისგებლობა მაქვს, მოქმედების განრიგი, მათ შორის წერილობით, ეს ყველაფერი და ასე შემდეგ, ანუ და ვეყრდნობი უკვე შენ გამოცდილებას ეხა შეგვიძლია თამამად თქვა. ხო, უკვე გამოდი, იმიტომ რომ ეხა ჩემთვის ძალისხმევის საგანი აღარ არის, ჩემ თავზე მუშაობა გამომდინარე იქიდან, რომ მე იმედის ხარჯზე აღარ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შედეგია. ეს რაღაცა იმას გავს, აი საბრძოლო ხელოვნება რო იცი? საბრძოლო ხელოვნება პირდაპირ მნიშვნელობით. ხო, რომ თუ იცი რაღაც ილეთები, ზუსტად იცი, რომ როგორ მოხდა შენი ინტეგრაცია, როგორც უკვე პროფესიონალის გამოსავალში? აი რა ეს მოგვიყევი ამბათ, რომ როგორ შენი ინიციატივა იყო მათ შემოგთავაზეს, რომ აი უკვე სპეციალისტად დარჩე თუ როგორ იყო? აი როგორ იყო იცი აი გამოსავალს ცოტა აი ორგანიზაციად მართლა ვერ აღვიქო რომ ჯერ იმიტომ რომ აი ბავშვობიდან ფაქტიურად გადაკვეთა მაქვს მაგ ორგანიზაციასთან თვითონ აი ეს გარემოც და თანამშრომლებიც აი მათ შორის ჩემი კოლეგები რომლებიც თქვენ გადაცემაშიც ნამყოფიანიან ანუ რაღაც ოჯახივით ვართ რა იქ ძალიან ახლო ადამიანს შეიძლება ვერ გაუზიარო ისეთი რაღაცები რასაც მაგალითად დაურეკავ და გაუზიარებ ჩემ თანამშრომლებს ეს ცალკე ფუფუნებაა რომ სამსახურში ისეთი სივრცე გაქვს სადაც
ცალკე ამბავი. ყველა თავის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე და სიჯანსაღეზე მუშაობს. ეს არის მართლა ფუფუნე. პატივისცემა, მეგობრობა, ზრუნვა ერთმანეთზე, მსახურება პირდაპირ მნიშვნელობით ერთმანეთისთვის, ემოციური მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და თანაც სპეციალისტის ამპულაში ყველა ხო თითქმის და წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი არ არის მოჩვენებითი. აი რა მაგარი უნდა არა, მე აუცილებლად უნდა ვთქვა მაყურებლისთვის და ნინი შენს უნდა გაგიზია მე შევესწარი გუშინ შეხვედრას გიორგის და ბატონი ნუგზარის და ისე გადაეხვია გიორგი და ბატონი ნუგზარი ისე ჩაეხუტა აი რაღაც მამობრივი და აი ნამდვილი გულწრფელი ისეთ სასიამოვნო იყო აი დავაკვირდი ამ მომენტს და აღმებეჭდა და ძალიან აი სამაგალითო იყო ისეთი ნდობა იყო ამ ჩახუტებაში რაღაც გულწრფელი სიხარული და მართლა საუკეთესო ადგილია და როგორ იყო ანუ მას დაუბრუნეთ აი შენი ინიციატივით იყო თუ იმათი თუ როგორ მოხდა ეს ეს როგორ იყო იცით ხა ინიციატივა ჩემი იყო იმათი მოგინდა უკვე რომ იქ იყო აი გიტყვით აი მაგალითად საიდან სად ვარ ხა просто წარმოდგენა რომ გქონდეს ხო პასუხისგებლობას გქონდეს რომ სხვა ადამიანებს მინიმუმ გაუზიარო ის რომ ჯოჯოხეთიდან 6-4-ისკენ სიარულის დაწყება შესაძლებელია მე არ ვამბობ რომ იქ ვარ გავსხივოს და ფრთები გავ ხო ეს როგორ მოხდა იცით რომ იმდენად გამჭირვალეა ჩვენი ურთიერთობები ეს იქნებოდა ჩემი დაუშვათ კურსებს რომ მე თვითონ გავდიოდი მაგ პერიოდში თუ ეხა რომ ყველანაირი ინიციატივა შინაგანი მოტივი ეს რაღაცა სურვილები ინტერესები ცხადია ისედაც რა და ესე რომ ოფიციალური საუბარი შედგა აი როგორ იცით რომ აი მიმოწერით დარეკვით რომ აბა რა უნდა უქნა რომ ეგ მაგამდე ძალიან ისე შინაურულად რაღაცნაირად მეგობრულად ისე დავაგდა. ეგ ამბავი და მაგის უხერხულობა რო არ ქონდა, ხო, შემიწყვეს თავისთავად. ამიტომ აი თუნდაც ეგ უხერხულობა რო არ ქონდა, რომ რაღაცა მოგინდა, მაგრამ ხო, აი ეგეც არავით არის, ანუ იქ ისეთი ზოგადად აი პროცესებშიც რა ისეთი გამჭირვალეა ურთიერთობა. ანუ წარმოიდგინეთ, პრინციპი არის გულწრფელობა. რაზეც ვეყრდნობით ურთიერთობის დროს. ჩვენ ამ პრინციპს რო არ დავეყრდნოთ, ხო? ანუ ამ საქმეში ვიქნებით და ვერ ვიქნებით კი არა. ანუ ჩვენ თვითონ კარგად ვერ ვიქნებით. უკვე შენ როგორც დამოკიდებულების სპეციალისტის გამოცდილება აი ამ ამპლუაში შენ თავის აღქმა როგორია და ვინ არიან ძირითადად შენთან მოსული ადამიანები და როგორ მიდის ეს პროცესი? ამ პროცესში ალბათ შენ ზიზრდები ხო ამ დახმარების პროცესში? აი ეს პროცესი მოგვიყევი. მადლობა კითხვისთვის. პირველ რიგში საკუთარ თავს ვეხმარები. მიუხედავად იმ გამოცდილებებისა, რომელიც მე საკუთარ თავზე მუშაობა მომცა, არ შემიძლია არ დავაკონკრეტო და არ აღვნიშნო იმის აუცილებლობა, რომ მე მარტო ჩემ პრობლემასაც ვერ გავუმკლავდებოდი რა. არამედ თუ ვიღაცის დახმარებას კომბინირებული კომპლექსური ჩართულობა ჭირდება დამოკიდებულ ადამიანთან მუშაობას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, პიროვნული, სულიერი დაავადება, ესე თუ შეიძლება ითქვეს რა, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს ანადგურებს აბსოლუტურად რა. აქტიურმა მოხმარებამ ასევე შეიძლება რაღაცა განაპირობოს კოგნიტური დისფუნქციები რა, ფსიქოლოგიური დაავადებების პროტანო ძალიან მასშტაბურია. ესე რომ მე ვიღაცა ჩემთან მოდის და მე რაღაცას ვეტყვი იქ და შეულოცავ და გამოვაჯამრთელებ, ესეთი რამეა. ერთად, აი გუნდი მაგითო საუბრობდი, რომ მე და ჩემი კოლეგები ერთად ვქმნით და მათ შორის თვითონ ბენეფიციარები, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ, როგორც და ჩვენ მათი დახმარებით პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თავს ვეხმარებ. ყოველ შემთხვევაში მე ჩემ თავს ვეხმარები თავისთავად. აი, რაც შეეხება სეგმენტს, რომელიც კონკრეტულად ჩვენთან მოდის, არიან მომხმარებლები, მოთამაშეები, ალკოჰოლზე დამოკიდებულები, თანადამოკიდებულები მათ შორის, რომლებიც არიან იმ ადამიანის ოჯახის წევრები, რომლებიც აქტიურ მოხმარებაში არიან და საკუთარ ცხოვრებაზე, ესე ვთქვათ, ვეღარ ახდენენ კონცენტრაციას, იმიტომ რომ ყავთ ახლობელი ადამიანი, რომ მუდმივი საზრუნავი, მოკლედ ესე თუ შეიძლება ითქვას. ეს კიდე ცალკე პრობლემაა, მაგაზეც თუ იქნება ვისაუბრებთ. და მოკლედ კომპლექსურ ჩართულობას და მხარდაჭერას საჭიროებს დამოკიდებულებიდან გამოჯამრთელება არ არსებობს. ეს ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ასევე ქრონიკულ და მუდმივ ჩართულობას. გიორგი, შენი განათლება რას მოიცავს და უნდა გკითხო, აი აქ უკვე ამ სფეროს როცა უკვე სპეციალისტად იწყებ მუშაობას და თან ახალგაზრდა ხარ, ეხლა მაგასახში ახალ პროფესიებს იძენს, ხო? იძენენ ადამიანები, ანუ ეს ძალიან კარგი და
სწორი პრაქტიკა. რაღაც თეორიულ ცოდნასაც იღრმავთ, ისეთ ტერმინებს ახსენებ, რაღაც პროფესიონალურს, ხო? ესე იგი, თეორიულ ცოდნასაც იღრმავებ და რაღაცა შენ თვითონ აი ამ განათლების ნაწილშიც ხარ ჩართული. თვითონ ერთად აი ისე გამოსავალში რა თანამშრომლები ერთად ვზრუნავთ პიროვნულ განვითარებაზე, ფსიქოგანათლების მიღებაზე, კურსებს, პროექტებს ვაკეთებთ, ამაზე ჩემმა კოლეგამ უკვე საუბრა. და შენც ჩართული. თავისთავად ელი გულით და ჩემი ინტერესია უბრალოდ დანარჩენი ეს ინფორმაცია თავისით ხან გარედან, ხან შიგნიდან მოდის. აი საინტერესოა მე ხშირად რაღაცა ძალიან მომწონს ეს რომ ჩვენ ასე ვთქვათ გარე სამყაროს ადამიანები უფრო მეტად ესე გვაქვს ჩაბეჭდილი რომ რაღაც აკადემიური განათლება და აქ ამ წიაღში როცა მივხვდები რაღაცა სულ სხვაგან არის სინამდვილეში განათლება და აი შინაგანი რაღაცა კუნთის გამომუშავება და ეს რაღაცა ფუნდამენტური თუნდაც რაღაცა აკადემიური საგანი რომ თავისთავად კარგია, სულაც არ ნიშნავს და პირდაპირ კორელაციაში არ მოდის პიროვნულ ზრდასთან. უფრო პრაქტიკული და დისციპლინა და რაღაცა სულიერი ვარჯიშები უფრო არის ეს, ხო, მართალია. ჩემი პერსპექტივიდან დანახული პროფესიონალიზმი საკუთარ გამოცდილებას უფრო ეყრდნობა, ვიდრე წინასწარ განსაზღვრულ რაღაცა თეორიებს და ინსტრუქციებს. იმიტომ რომ მაგალითად ჩემი და მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ ამას, რომ ერთი დამოკიდებული ადამიანის მიერ მეორის დახმარების თერაპიულ მნიშვნელობას პარალელი არ მოეძებნება. ხო, ალტერნატივა არა. დამოკიდებული ადამიანი თუ მივა არ ვაკნინებ არავის გარკვეული დიდი თეორიული განათლების დიპლომიანი ან რაღაც აკადემიური ხარისხის და ის დაუწყებს ამ აკადემიურს არ მგონია რომ ოპტიმალური იყოს მისთვის. მას ჭირდება თანაგზნობა, ნახეთ სიყვარულის დეფიციტზე გვაქვს საუბარი და თანაგზნობა ჭირდება, ემპათია ჭირდება. მე თქვენ როგორ თანაგი გგზნობთ, მე თუ თქვენს ადგილას ჩემი თავის წარმოდგენა არ შემიძლია. თქვენ რასაც გგზნობთ, ეს გზნობა თუ ჩემ თავზე არ მაქვს, მე გამოცდილ. მე როგორ შევძლებ რომ აი არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ალბათ ყველას გქონია გამოცდილება, ექიმთან რომ მიდიხარ და ცოტა ზემოდან რომ გიყურებს. აი თითქოს ვალი გაქვს, ხო? და აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა აბსოლუტურად გეთანხმები რომ გქონდეს ზუსტად ის გზა გავლილი რა გზაზეც გინდა რომ ეს ადამიანი დააყენო. და საერთოდ აი ძალიან გულწრფელად აღვნიშნე შენ საუბრობ სულ სიყვარულზე, გულწრფელობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, აი ბატონ ზაზასაც, ბატონ უგზარსაც და შენს აი ენერგეტიკულად აი როგორ ხართ იცი არ ვიცი ეს სტრესულიერი სიხშირეების დამსახურება თუ ის ბრალი არ ვიცი, მაგრამ აი ძალიან ადვილია თქვენთან მონდობა. აი ამ საუბარში ნდობას იწვევთ. და ესეც ალბათ ხო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ალბათ ამ წიაღში ეს ნიღბების ჩახსნა ხდება. და აღარ საჭიროებენ ეს ადამიანები ნიღბებს და ნიღბების გარეშე ადამიანის ენერგეტიკა უფრო მაღალ სიხშირეზე და უფრო სუფთაა და გულივარ აი თუ მოვა თქვენამდე ადამიანი. აი იმდენად მარტივად შეძლებთ რა მდგომარეობაში არ უნდა იყოს აი გონია რომ ძალიან მარტივად შეძლებთ იმის მონდობას და გამოჯანმრთელებასაც რა ისე შეტრულ თქვა. გიორგი, აი რა კითხვა მაქვს იცი? ამ ასე ვთქვათ გამოსავალში რა ამ წიაღში ესე დავარქ რა ფასეულობებიც ასე ვთქვათ ჩემთვის მოინიშნა და ნიშანდობლივი გახდა. ძალიან აი ყურადსაღებია რომ აქ და ამჟამად ხშირად მეორდებ, აქ და ამჟამად, ხო? მაინტერესებს აი შენთვის როგორც ახალგაზრდისთვის კიდევ არის თუ არა ეს მომენტი და ეს ხაზი, რომ აი ამბიცია, რომ აი რას უნდა მიაღწიო მიზანი 5 წელიწადში სათხედავ შენ თავს. აი ხშირად ჟურნალისტები მეკითხებით ხოლმე რესპონს, აი 10 წელიწადში აი რაღაცა ჩვეულებრივ ადამიანური ამბიციები კიდევ არის თუ აქ და ამჟამად საერთოდ სხვა ფასეულობები. ხო, თან ანუ მithumetes შენ ასაკში, იმიტომ რომ ესეთი პირველ რიგში რასაც ვიტყვი რომ მე მიუხედავად იმისა რომ ჩემ თავზე რაღაც გარკვეული წლებია რომ მუშაობ, სულაც არ ნიშნავს იმას რომ მე გავსხივოს. არა, გასაგებია შენ გზაზე. მაგრამ ეს ფასეულობები ხო არსებობს იგივე რაც ალბათ უნდა ეს პირობა სურვილები, ინტერესები, მიუღებლობებით შეიძლება სადღაც თავი იჩინოს. ამ პარტაუნები, არ ვიცი, ბევრი ადამიანური რაღაც არის, რომელიც არ გამქრალ, არ სადარ წასულა. გადამწყვეტი აღარ არის ჩემთვის უბრალოდ. ნაკლებად აი სწორედ ამას გეკითხები, ხო? და რაც შეეხება მიზნებს, აი აქ და ამჟამად ყოფნას, რაც შეიძლება ითქვეს, ეს არის რომ
ცხოვრება არ არის მიზნები, თვითონ ცხოვრება არის მიზანი. ერთადერთი ეს შეიძლება ითქვას და სხვა ფილოს ხედვა. შესაბამისად აქ დაახლოყოფნა არის მიზანი. სხვაგან ვერ მოხვდები უბრალოდ. ვერ მოხვდები, მაგაში გაიფანტები. ხო, და აქ და ამჟამად ახლა მე რო გითხრათ რომ სულ აქ და ამჟამად ვარ და სულ რეზონანსში ვარ სამყაროსთან, არ მინდა რომ არა აქ საუბარია ხედვაზე. ხედვა შეგვიძლია გავშალოთ და ხედვა ესეთია რომ ნახეთ რა არის საკუთარ თავზე მუშაობა, პიროვნული ზრდა, აქ და ამჟამად ყურადღების კონცენტრაცია თუ მიმღებლობის გამომუშავება თუ სიყვარულზე კონცენტრაციის მოხდა ეს ყველაფერი რაც არის, ნახეთ რა არის ბუნებრივი თავისთავადი უძალისხმევო პროცესი უნდა იყოს, თორე სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს და რატო იცი? რომ მე თუ მიუღებლობაზე ვმუშაობ და ჩემი მოტივი ის არის რომ მე რომ მიუღებლობა მაქვს, ჩემი თავი არ მომწონს, მე მიმღებლობიანი ტიპი მინდა ვიყო და ჩემ თავზე იმიტომ ვმუშაობ, რომ ჩემი თავის მიუღებლობა მაქვს. ისევ მიუღებლობაში არ ვარ და ჩემი მოქმედება ისევ მიუღებლობიდან არ გამომდინარეობს, რომელიც ჩემ თავთან მიმართებით მაკვდები. ამიტომ ნახე რა არის, ჩემი ამ ზედმეტი მოქმედებებით და რაღაცა შფოთვებით და იმ უბრალოდ ხელს უშლი იმას, რაც თავისთავად არის. აი, რას გავს მიმღებლობა მაგალითად. შეიძლება ხის მიუღებლობა გქონდეთ იმის გამო, რომ მწვანეა მისი ფოთლები. ნუ, ეგეთია, ხო? ხო და ეს ეგეთია და ამის გამო რომ ხის მიმღებლობა მაქვს, რადგან ის მწვანე ფოთლებით არის. მე ეს უკეთეს ადამიანად არ მაქცევს, ხო სწორია? მე რაღაცა ის აღარ ვარ, რა ქვია. აი, როგორი დიდი ვარ და სულიერი, რომ აი ხის მიმღებლობა მაქვს. ესე ხო არ არის? თავისთავადი ბუნებრივი პროცესია. წინააღმდეგობის არ ქონა არის აქ რა. ანუ მიუღებლობის სრული დეფიციტი. ანუ ალბათ ეგ არის ყველაფრის დასაწყისი, რომ თუნდაც დამოკიდებულება რო ავიღოთ, უნდა მიიღო შენი დამოკიდებულება, შენი მდგომარეობა და არ უნდა ებრძოლო და არ უნდა იყო ალბათ თვითგვემაში, ხო? შვიდაწყნარად უნდა მიიღო და შემდეგ უნდა დაიწყო უკვე ამ პრობლემის მართვა. ზუსტად აუცილებლად. სხვა შესაძლოა შემოდის კითხვა, ესეთი რაღაცა დილემასავით, რომ და მე დამისვამს ეს კითხვა ბატონი ნუგზარისთვის და საინტერესო პასუხი გამცა, მინდა გავაჟღერო და შენი აზრიც მოვისმინო. ნახე, აი ამ რაღაც ტოტალურ მიმღებლობაში, მით უმეტეს ჩვენ განპირობებული პროგრამული აზროვნებისთვის ეს რთული აღსაქმელი და მისაღებია, მაგრამ ვეცადოთ. აი ამ ტოტალურ მიმღებლობაში ჩნდება, რომ როგორც ცუდი და კარგი არ გავარჩიო, ეს რაღაცა საქციელი ჩემთვის მიუღებელია, რაღაცა მისაღებია, ის ვიღაცა ტოქსიკურია ჩემთვის და ახლა მიმღებლობა და რა მიპასუხა ბატონო ნუგზარმა, რომ მე მიყვარს მეორე ადამიანი უპირობოდ და მაქვს მიმღებლობა. თუმცა თუ მე ვხედავ, რომ ის ჩემთვის ტოქსიკურია, ჩემ ჯანსაღ საზღვრებს კვეთავს, მაშინ მე გარკვეულ დისტანციაზე მეყოლება, ხოლმე ამით არ იცვლება ჩემი უპირობო სიყვარული. ეს ძალიან საინტერესო. ანუ ტოტალური მიმღებლობა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვიცოდე საზღვრები არ მქონდეს და რაღაცა. ხო, აი ეს ძალიან საინტერესოა, რომ ეს ასე ვთქვათ, სიცხადე შემოვიტანოთ ამ ნაწილში, ხო? აი, კარგი კითხვა არის. თუ არ კითხვა გამეხმარეთ აი კითხვები არ და ასე შემდეგ მე ჩემს საუბრობ და შეიძლება რაღაცა კითხვის ნიშნები დავტოვო საუბრში. გეთანხმებით რომ მიმღებლობა არ ნიშნავს რომ ეხლა დავждები ხის ძირში და არაფერი აღარ უნდა გავაკეთო. ჩემთვის პირადად ხო აი ხა არიქა და აბა თქვი ეგ ჩემი პერსპექტივიდან დანახული მიმღებლობა ეს სუბიექტურია მე რასაც ვსაუბრობ. ჩემ გამოცდილებას ეყრდნობა, თუმცა ჩემია. პირიქით ხო ანუ მიიღო აღნიშნავს რომ ვეთანხმები მაგასაც არ ნიშნავს ანუ საზღვრებს იმიტომ ვიცავ რომ მე არ დავზიანდე ჩემი თავი მე თუ ჩემი თავი არ მიყვარს ვის მიმღებლობაზე და სიყვარულზეა საუბარი და რაც შეეხება იმ მიმღებლობას არ ნიშნავს რომ ყველაფერი მისაღები იქნება ანუ ვეთანხმები ან მე უბრალოდ ეს აღარ მაზიანებს ნახეთ ჩემი პიროვნული ზრდა რაში მეხმარება იმაში კი არა რომ ბოროტება აღარ ხდება და ბოროტება მიყვარდება და ანუ ეგ კი არა ჩემთვის რა არის რომ ანუ განაც წარსულზე და მომავალზე ფიქრი აღარ მაქვს, მაგრამ აღარ ვეთანხმები, ჩემ თავს აღარ ვეთანხმები მიუღებლობაში. ნახეთ, მე თუ ადამიანის მიუღებლობა გამიჩნდებოდა ადრე, აი განსხვავებას ვიტყვი რა პირდაპირ და ვიტყოდი რომ ნუ აი ესეთია, აი ამის ტიპი როგორ უნდა მივიღო? ამის ესე და ესე. ან მეწყინება. ხო, გაუბრაზდები, ის არის დავადანაშაულე. პასუხისგებლობის მაჩვენებელია სხვათა შორის მეწყინება და არა მაწყენინა. გაუბრაზდი და არა გამაბრაზა. ეგეც პასუხისგებლობის ის არის. კაია ეგ. და
ხო, ანუ მიუღებელი ძალიან ბევრი რაღაც დღეს ჩემს ცხოვრებაში ბევრ რაღაცას ვხედავ, რაც მიუღებელია რა. ანუ არის, მაგრამ მე ვცდილობ, რომ პასუხისმგებლობა არ მოვიშორო იმის გამო, რომ ანუ არ გავაправო ჩემი მიუღებლობა, არ გავაправო ჩემი უსიყვარულობა. ნახეთ აქ რა არის, იცით? აქ გზაშია რა საქმე, პროცესშია, მიმართულებაშია საქმე. ანუ ამ მიმღებლობაზე საბოლოოდ უნდა ვიმუშაო? რომ გამიჩნდეს ეს მიმღებლობა. გამიჩნდეს კიდე, აი, მუშაო თვითონ პროცესია საქმე რა, ანუ პროცესი გაგემართება ეს გაგემართება არის რა, არ ვიცი. ნახე როგორ ცელდება ნელ-ნელა, უფრო მეტი და მეტი ხდება ჩემს შემთხვევაში რაღაცეები მისაღები, თორე ბევრი რამე არის რაც მიუღებელია დღეს ჩემთვის. ანუ აი უამრავი ჩემი თავში მათ შორის. ამ კუთხით მიმღებლობაზე ბოდიში რომ საუბრობთ, სიამოვნებაში მე როგორც აღვიქვი ლაპარაკი არის, რომ რეალობის აღქმაზია, რომ ეს რეალობა, ობიექტი ესეთია. მიმღებლობა ამ კუთხით რომ მივიღებ, იმიტომ რომ ესეა, მე მომწონს, მე ვეთანხმები, არა, შეიძლება არ ვეთანხმები, არც მომწონს, მაგრამ ესეა. არ ვიწყებ გადაკეთებას. ეგ არის მიმღებლობა. ვაკეთებ მე ამის გამო სტრესში და თვითგვემაში. თქვენ ახსენეთ თვითგვემა, ძალიან საინტერესო კითხვა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანების უმრავლესობისთვის და მათ შორის დამოკიდებულ ადამიანებში. რა განსხვავებაა სინანულს და თვითგვემას შორის? ზღვარისად გადის. თვითგვემა არის რომ დავარქვი ჩემ თავს უკვე სახელი რომ მე ესეთი ვარ და ჩემ თავს აღარ უტოვებ სივრცეს შესაძლებლობებისთვის, ალტერნატივების დასანერგად რა. და სინანული თვითონ სიტყვაც მეტანოიზით, მეტამორცვლილებ შედეგზე ორიენტირებულია, რომ ეს ნეგატივი, რომელსაც ჩემ წარსულთან მიმართებაში თუ შეიძლება ეს ნეგატივი არ არის საერთოდ ჩემთვის, მაგრამ ნუ აი ეს გამოცდილება, რომელიც შევცვლიდი, შეცვლაზეა კონცენტრირება და ამ შემთხვევაში აი ამ ემოციას თუნდაც დისკომფორტის შემცველი იყოს, უკვე ცვლილებისთვის ვიყენებ. და აი სარეაბილიტაციო სივრცეშიც ეს ხდება ზუსტად. ანუ ნახეთ როგორი აი ესეთი ფუნდამენტური საკითხების აზრის რეკონსტრუირება ხდება, ქცევის კორექცია, გაცხადება, მეტის სიცხადის და ცნობიერების შემოტანა. ამასაც მოიცავს გარდა ფსიქოგანათლების, ფსიქოთერაპიის, საკუთარ თავზე მუშაობის, თვითდაკვირვების, თვითანალიზის, მათ შორის ერთ-ერთი ესეც არის და ესეთი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია არსებობს, თვითდაკვირვების ავტომატური რეჟიმი, სადაც საშუალება მეძლევა იდენტიფიცირება ჩემი მოცემულობის, გამიჯვნა და ალტერნატივის დანერგვა შესაბამისად რა. აი შეგიძლია უფრო დააზუსტო რას გულისხმობთ? ეგ ძალიან საინტერესოა კი. ჩვენ ვაკეთებთ ამას. სავარჯიშოზე ვისაუბრობ. პიროვნული ზრდის კურსებიც მოიცავს ამას. კი, პიროვნული ზრდის კურსებიც ეს არის. აი გეტყვით ახლა საიდან, აი რა არის ეს ჩემი ხედვით ისევ, ანუ რასაც ვსაუბრობ, აქ მინდა დავუკონკრეტო, რომ ეს ჩემს გამოცდილებას და ეყრდნობა და არ მინდა რომ რაღაცა კონცეპტუალიზმში გადამივიდეს. ხო, რა არის ეს? CBT, იგივე კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, თვითდაკვირვების ავტომატური რეჟიმი, რომელსაც გარკვეული დონეები აქვს. ფსიქოლოგია ზოგადად, ხო, ეს ბევრი დროის განმავლობაში რა არის? ლათინურად ხო სულს ნიშნავს ეს ფსიქოლოგია, ამის განმარტების, შემეცნების პროცესი, ხო, რაღაცნაირად სახელების დარქმევის. ბევრი დროის განმავლობაში მიდიოდა აი იდენტიფიცირება, ჩაღრმავება, აბა საიდან წამოვიდა, ეხა იქ რო ის იყო, მე ის გამოტრამვა, ის ვინ იყო ის თანამედროვე ფსიქოლოგიურ ტენდენციებზე დაყრდნობით გვეძლევა შესაძლებლობა, რასაც ჩვენც მაგალითად ვაპრაქტიკებთ სარეაბილიტაციო სივრცეებში, რომ მოცემულობა შევაფასო და მე რას ვაკეთებ ამ მოცემულობისთვის. აი, ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის დასკვნაშიც არის ეს მოხსენებული, მომხმარებელი, რომ ჭარბად და უკონტროლოდ მოიხმარს ცნობიერების შემცვლელ ნივთიერებებს, ეს მისი ბრალი არ არის, მაგრამ პასუხისმგებლობა მას ეკისრება გამოჯამრთელებაზე რა. აი ამაში ეს. საიდან მოვიდა ეხა ოჯახში დესტრუქცია იყო თუ ცუწრეში მოხდა მილიარდი მიზეზია. არაფერს ხო, მსხვერპლის როლში არ შევდივარ და ნახეთ, გამოჯამრთელება და პიროვნული ზრდა დგას პასუხისმგებლობაზე და ის რაში მჭირდება ობიექტი, რომელმაც განაპირობა ჩემი მდგომარეობა. პასუხისმგებლობაზე თუ კონცენტრირდები მე, რამ განაპირობა და იქ რა ქვია, დედამ დამაკლო რაღაცა თუ მეგობარმა თუ ძმამ თუ, ანუ ეს უკვე ის არის. და თუმცა უნდა ითქვას, რომ მან შეიძლება იყოს განგრძობითი მიზეზები. ის წარსულში არ იყოს ჩატოვებული, გამოწვევი და თუ განგრძობითია, მაშინ იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და ამის ჩაჭრა. იდენტიფიცირება ხდება აწყოში, კი ბატონო. რომ მე დღეს ეს მოცემულობა მაქვს. აი ზუსტად მადლობა, ზუსტად მადლობა. მე ვარ ამაზე პასუხისმგებელი, აბა ვინ? და უკვე ძალას გრძნობ ამ დროს. აი ამის გაცნობიერება. უკვე ეგ თერაპია. ნახევარი გზის გავლა. კი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რა. ამის გაცნობიერება გადაწყვეტილებს მინდა. ძალას გაძლევს. ანუ სვერპლი აღარ ხარ. მეორენაირად ალბათ შეიძლება დავარქვათ ზრდასრულობა. პიროვნული ზრდასრულობა. ყველაფერს იღებ შენ თავზე, რაც შენ გარშემო ხდება. ანუ
ანუ აცნობიერებ, რომ ყველაფერზე კონტროლის ვალდებულება გაქვს შენ თავად. და სხვათა შორის არის საინტერესო, რომ ჩვენს კულტურაში ეს დასრულობა ძალიან დიდი ხანია დაანერგილი ეს. მე დასრულებას დასრულე და აი მე ბავშვობიდან მერეც აი ვაკვირდები ხო და რას ვეძახით ამ დასრულებას? აი ჩვენ ირგვლივ აი შენ კულტურაში არაჯანსაღ არა, იმიტომ რომ არაჯანსაღს, მაგრამ ზედაპირულს და რას გვირით ხო? აი ის კარგად მუშაობს კაცო, დავით ფული აქვს, არჩევს. ემოციურ სიჯანსაღეს, ურთიერთპატივისცემა, იქ შენ საკუთარ საჭიროებებს როგორ პასუხობ. ეს საერთოდ ეს არის რაღაცა. ვინ ფიქრობს ეფემერული და ის ინახავს ოჯახს და ამაში ითარგმნება და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაც მე იმ სულიერ სიცარიელეს განაპირობებს, ის არის მიჩქმალული ჩრდილში და თურმე ის არის აისბერგის ძირითადი სხეული. თავისთავად. და შემდეგ ჩვენ ხედავთ აისბერგის წვერს, რომელიც ვლინდება რაღაცა მოხმარებაში და ნივთიერებაზე დამოკიდებულებაში და უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ამ პროექტისთვის, ნუ ეს ძალიან მაგარი მადლობა. ჩვენს გვიხარია ეს კოლაბორაცია. ამით თუ შეუწყობთ. კი, ვამაყობთ მართლა ამ სუპერ ამბავია და სხვათა შორის ესე ვაკვირდები რა რაღაც მოვლენებს, ჩემი ინტერესის სფერო ზუსტადაც ეს არის. ამას ვსწავლობ მუდმივად რა. სხვათა შორის ეს ტენდენცია, ეს შინაგანი განვითარების, პიროვნული ზრდის, სულიერების, ვინ ვარ სინემ, საიდან ანუ ეს რაღაც ღრმა საკითხები საკმაოდ ხო, შემოვიდა. კითხვის დასმა დაიწყო ხალხმა. კითხვის დასმა დაიწყო ხალხმა. მე შევამჩნია და ძალიან მიხარია. და თქვენ ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ხართ. ძალიან გვხარია ამის თანამონაწილეები ვართ ნამდვილად და ალბათ თუ გაქვს კითხვა და უკვე აი იცით რა, აი რაღაცა თავიდან რაც ეს დავიწყეთ, აი მაწუხებს ახლა მთელი პოდკასტია და მინდა რომ მიუბრუნდეთ ისევ სიყვარულს. ანუ შენ აღნიშნე რომ სიყვარულიო არისო ყველაზე მთავარიო და და კარგადაც ახსენი, მაგრამ მაინც მგონია რომ რთული გასაგები არის აი ეს ყოვლის მომცველი სიყვარული, ყოველფრის მიღება და აი სინონიმებად შეიძლება გამოვიყენოთ ამ სიყვარულის პატივისცემა და გულწრფელობა. ანუ ყველაფერს უპირობოდ უცე პატივი. ეს შეიძლება იყოს ის სიყვარული, რომელზეც საუბრობდი. მადლობა კითხვისთვის. ვერ გეტყვით, თქვენი არჩევანია. აი გაგება მიჭირს, აი მე რომ ვფიქრობ, რომ ბევრს შეიძლება გაუჭირდეს, რომ ყველაფერი. თავარი რა არის იმას ვიტყვი მაინც, რა ნუ ეს ახლა რაც ვისაუბრე სიყვარულზე, ეს ჩემი პერსპექტივიდან დანახული სიყვარულია და არა. შინაგანად აბსოლუტურად გესაუბრეთ. სიყვარული ისე აი შინაგანად ხომ ეთანხმებით. აბსოლუტურად. თქვენ რომ არიცოდეთ, ვერ დამეთანხმებოდით. აი მაგ ინფორმაციის წყაროც ის არის, საიდანაც მეთანხმ. ნუ ეს მოდი გასაგებად ჩამოვაყალიბებ რა არის ეს. რა შემილია მე გავაკეთო, გავიგე რომ ესეთი დიადი გშნობა. ეს უფრო მაპატარავებს ამის გაგება. უფრო დისკომფორტს მიქმნის, რომ ანუ ესე იგი ეს ყოფილი მე რა შორს ვარ მაქედან. ეს კაია გარკვეულწილად. ამან შეიძლება სინანულში შემიყვანოს და ჩემ თავზე მუშაობა დამაწყებინოს, ეს კარგია. ამ თავარი ის კი არ არის რომ რაღაცა სიყვარული რა არის და გვიფილოსოფოსო რომ რაღაცა ის არის და ჩემი არჩევანია სიყვარული. აი მაგალითად ერთ-ერთი პრაქტიკა და შედარება და ის იქნება რა მგონი. ყოველ დილას მადლიერების ესე ხელით დაწერა არის ერთ-ერთი პრაქტიკა, რომელსაც ვთავაზობთ ადამიანებს და მათ შორის მეც ვაპრაქტიკებ რა. ხვალ შეიძლება გავიღვიძო და მადლიერების გრძნობის ნატამალი არ მქონდეს ორგანიზმში. აი ვერ ვიცი რომ ის უნდა გავაკეთო. ნახეთ რა შეასაქმე. ეხლა მე შემიძლია ვისაუბრო რომ ყოველდღიური წერა ახალი რაღაცა ნეიროტრანსმიტერების ჩამოყვა და ქცევის კორექცია და აზრის რეკონსტრუქცია. ესეც არის, მაგრამ ნახეთ მინიმუმ რა ხდება აქ. აი რო აღარ გავართულო რა, ელემენტარული. პასტას ვკიდებ ხელს. და ვიწყებ მადლიერების წერას. ნახე რაც ვაკეთებ, არჩევანს ვაკეთებ მადლიერებაზე. ვაცნობიერებ რა რომ მადლიერების დეფიციტი მაქვს, ვირჩევ რომ მადლიერი ვიყო და კონცენტრაციას ვავარჯიშებ მადლიერების მიმართულებით. იგივე შემილია, აი ყურადღებაში არის საქმე, მე რას ვირჩევ. ბოლო-ბოლო ხო ჩემი არჩევანი უნდა რეალიზდეს, ეს არის ხო ამოსავალი წერტილი ალბათ ყველაფრის საერთოდ რა. დამოკიდებულებაც ეგ არ არის, რომ არჩევანის წინაშე უძლური ვარ, ანუ სურვილების ტყვე ვარ. მინდა რომ დავანებო და ვერ ვანებ. მოხმარებას, თამაშს. მაგიტომ ამბობ სიყვარულით, შეიძლება ცოტა შორიდან ვთქვი და მეტი. არა, ძალიან კარგად თქვი, ბოლოს აი ვირჩევ, ნახე, პერსონალური კითხვა. აღარ ვამართლებ უსიყვარულობას. აი ეს არის მინიმუმ რა. ეს არ არის ის, რომ ეხა გინდა თუ არა, ყველამ ეხა უპირობოდ გვიყვარდეს და ვეხუტოთ ერთმანეთს. ეს მეც არ მაქვს, ანუ არ იფიქროთ, რომ მე ეხა რასაც ვსაუბრობ. არა, მე ძალიან სწორად მესმის რა კონტექსტიდან, რა გზაზეთ გახარ, ამას გვიზიარებ. ხო, ძალიან კარგი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რას ციტო ძალიან ბევრი მაქვს მაგაზე ნაფიქრე, ზუსტად ვიცი რომ მართალი ხარ. მაგრამ ახლა სხვათა შორის მე და ცოტა გაგება მიჭირს, აი
ზუსტად ვიცი რომ აბსოლუტურად გამართლებულია გინა რელიგიურად გინა პრაქტიკულად ეგ არის მთავარი მაგრამ აი როგორ აი პირველი ნაბიჯები მაინც რა არის როგორ უნდა დავიწყო ამის გაცნობიერება და ალბათ კარგი პასუხი ალბათ ჩვენი ეხანდელი საუბარიც გაცნობიერების ნაწილია და თუ შეეშველება ამ მაყურებლისთვისაც ბატონი ნუგზართან რადგან მე ხა მიწევს ესე ვთქვათ პერმანენტული შეხება და მაქვს ამის მართლაც ბედნიერება ესეთი რაღაც თქვა რა ჩემთვის იყო ძალიან ყურადღება მისაქცევი. იმიტომ მე ხშირად ვიმეორებ რა სიყვარული ყველა ესეთი რაღაც თქვათან ესე სიყვარული არის მხოლოდ უპირობო სიყვარული და რას ნიშნავს? აი მიყვარს, მაგრამ თან მაღიზიანებს, თან გავაკრიტო, ეს არ მომწონს, ის მომწონს, ამ დროს მიყვარს, ეგ არ არის სიყვარული. აი და ეს ჩემთვის იყო რა ნახე ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ რანაირად არ ანუ ჩვენ წარმოდგენის აი ნახე ვკითხულობთ არც ვიცით მართლა ჯანსაღი სიყვარულის გამოცდილებაში აღება და შემდეგ ეს მარტო ეს არის რომ მაქვს არ მაქვს ამ გზაზე სიარული ყოველდღიურ მართლა თვითდისციპლინას მოითხოვს რომ მე რომ მიყვარს ადამიანი იმაზე აღარ მაშინ პასუხისმგებლობა მაქვს რომ არ უნდა გავღიზი ახლა როცა მომინდა გავღიზიანი როცა მომინდა გავაკრიტიკე როცა მომინდა პატივი არ ვეცი და თან მიყვარს ვიძახე ეგ არ გამოდის და ალბათ პირველ რიგში ეს არის ალბათ საკუთარ თავზე არ უნდა ღიზიანდებოდეს შენი სიტყვები რომ გავიმეორო საკუთარ თავს უნდა პატიობდე თვითგვემაში არ უნდა ვარდებოდეს საკუთარ თავის მიმღებლობა თუ მექნება ყველა ვარიანტში გამიჩნდება შენიც და ირინას ჩემი აზრი როგორია იცით რომ აი მეც შეიძლება სიყვარულის ჩემი თავის სიყვარულიც ნახეთ სიყვარულის ობიექტი მე თვითონ ვიყო რომ სარკეში ჩავიხედები და ჩემი სიყვარულით ჩემ თავს ვეუყურო მაგრამ სინამდვილეში ჩემი გამოცდილება რასაც აჩვენებს არის ის რომ ობიექტი მერე მოდის ჯერ თვითონ სიყვარულია და ეს არის არჩევანი ჩემთვის ეს არის პასუხისმგებლობა და სხვა შორის აუცილებლად რა ვთქვათ იცი რომ აი ხა ნინიმ რაც ახსენა რომ აი ჩემ პირველიო ჩემი თავის და აი ზუსტად რაზეც ვსაუბრობთ საკუთარი თავის აღზრდაშიც და ეს დევს ყველან არსებულ სისტემებში ახსნისას რომ გაგაკრიტიკონ და გაკორექტირონ და ჩვენ საიდან ვსწავლობთ საკუთარი თავის სიყვარულს როგორც რა პროგრამებიც არის ჩვენ შემოსული ხო და თუ მიჩვეული ვარ სულ აკრიტიკო ჩემი თავის სულ რაღაც თამასები დაუწესო სულ რაღაცა პირობები როგორ ვიცოდე ეს ჩემი თავის სიყვარული ხო მართლაც აქედან იწყება და რომ ეცოდინება ის მინიმუმი მაინც აი რაც ბატონო ნუგზარმა თქვა რომ შენ თუ აქ მაღიზიანებს იქ არ ვიღებ დაკორექტირებული რაღაც გამოჩორკნილი გამოძერწილი მაშინ იმას სიყვარულს ნუღა დაარქმევ ხო ეს არის ის ალბათ საბაზისო მინიმუმი რაც იქნება საყრდენი რომ საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლოთ და ეს ძალიან მაგარია რომ ეს სივრცე იხსნება რომ ვისწავლოთ არის ამისი შესაძლებლობა თუ ნება არის შენ გიორგი აი რომ შევაჯამოთ დასასრულისკენ ხარ საუკეთესო მაგალითი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განვეორდები რაც თავში დავიწყე რომ ხარ ახალგაზრდა და როცა ახალგაზრდა ადამიანი აი ესეთ ნების კონცენტრირებას მოახდენს თავის თავში და მართლაც ასეთ პასუხისმგებლობას აიღებს რომ თუნდაც შენ ახლა აქ რო სიხარ და ამ თემებზე აი მართლა კი არ საუბრობ გვიზიარებ შენს თავს ეს არის უაღრესა და უმნიშვნელოვანესი მაგალითი თითოეული ახალგაზრდისთვის და თითოეული ადამიანისთვის, ვინც გვიყურებს და მე ვარ ინსპირირებული შენს მიერ და აღნიშნე კიდევაც შენ კოლეგას უთხარი, რომ ინსპირაცია ხარ, იმიტომ რომ ეს არის იშვიათი ხილი. იშვიათი ხილია და შენ ეს ძალა იპოვე შენ თავში და მართლა ინსპირაციის წყარო ხარ და დიდი მადლობა ამისთვის. მიხარია. ვუერთდები ირინას მადლიერებას. ძალიან დიდი მადლობა და დავასრულოთ ალბათ მე შემდეგ კიდევ ვითანამშრომლებთ და გავაგრძელებთ ამ თემების თან შეხებას და ამოუწურავი თემაა და მოხარულები ვიქნებით რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და გაუზიარებს ჩვენ მაყურებელს ნამდვილად უკეთესიც არის და ძალიან დიდი შენამატია ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა და დავამატებ რომ იმედი მაქვს რომ შენი თაობის ბევრი ადამიანი ნახავს ჩვენს პოდკასტს და აი აბსოლუტურად ვიზიარებ ირინას ნარატივს რომ ასეთ ახალგაზრდა ადამიანს როგორც ესეთი ჩამოყალიბებული ღირებულებები და ამაში არის ცენტრი გამოსავალი თავისთავად უდიდესი წვლილი მიუძღვის ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქნება დამაიმედებელი აი ეს პოდკასტი, იმიტომ რომ ხარ ძალიან ახალგაზრდა და ხარ აბსოლუტურად გაწონასწორებული. ეს იგრძნობა არა მარტო საუბარში, არამედ ენერგეტიკულადაც, გულწრფელად და
ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და დიდი მადლობა რომ გვესტუმრე და დიდი მადლობა ესეთი მადლობა ამ სასარგებლო შეფასებისთვის. ინფორმაციისთვის, რაც გაგვიზიარე. ძალიან სასიამოვნო არის და სამოტივაციო ხასიათი აქვს თქვენს ესეთ შეფასებას. მადლობა მოწვევისთვის თქვენ და ასევე გისურვებთ რომ გაგიზარდოთ ეს ამბავი. მადლობა. მადლობა და ვებშდობებით ჩვენს მაყურებელს. ნახვამდის დიდი მადლობა.